პირდაპირ ეთერში. თბილისის მერის ინიციატივით ბინათ მოსარგებლეები ეგრეთ წოდებული აცტუფნიკები ბინაში ცხოვრებას უვადოდ შეძლებენ. აცტუფნიკებისათვის ბინაში დარჩენისა და 2012 წლის 1 იანვრამდე იყო განსაზღვრული. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით ვიდრე მხარეებს შორის შეთანხმება არ მოხდება, ან რომელიმე მხარე სასამართლოს არ მიმართავს, მოსარგებლე ბინაში დარჩება. უბულავას განცხადებით, ცვლილებების მიხედვით ორივე მხარეს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, რაც მათ თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. მერე მოსახლეობას ასევე შესაძლებლობას აძლევს თბილისელების ადვოკატების დახმარება უფასოდ მიიღოს. ვადა არათუ გადაიწევს, ვადა საერთოდ გაუქმდება. ანუ ეს საკითხი აღარ იქნება მიბმული რაღაც მორიგ ახალ ვადაზე. რაც აბსოლუტურად ახალ რეალობას წარმოშობს ამ ორი სუბიექტის ურთიერთობაში. კერძოდ, როდესაც არ არის ვადა, სასამართლოს სადმი მიმართვის, ესე ვთქვათ, აუცილებლობა და პრესი, რომელიც აცტუფნიკებს ჰქონდათ, აღარ ექნებათ, მათ შეუძლიათ იცხოვრონ მანამ, სანამ სასამართლო ერთ-ერთი მიმართვის ან ერთი მხარე მიმართავს, ან მეორე მხარე მიმართავს. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ არ არის ხანდაზმულობის ვადა, ანუ აბსოლუტურად არც 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადით არ არის შეზღუდული, ანუ ვადა არ არის შეზღუდული და ნებისმიერ ორივე მხარეს თავისი მიზან შეწონილობის მიხედვით შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრობლემები მთლიანად მოუხსნათ და თანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ორივე მხარე, როგორც მესაკუთრე, ასევე მოსარგებლე და მათ იმ შემთხვევაში თუ ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს ნებისმიერ დროს მიმართონ სასამართლოს და ის შეზღუდვა, რომელიც კანონით იყო დადგენილი, რომ 2012 წლამდე იყო მხოლოდ შესაძლებელი, რომ მიემართათ სასამართლოსთვის, ეს ვადა მთლიანად იხსნება,